ეს მე ვარ და ვცდილობ გავახციო ინდოეთის ყველაზე გადატვირთული ქუჩიდან. დავჭით ბიჭო მგონია. და საერთოდ როგორ მოვედი აქამდე? ინდოეთის ორ განსხვავებულ ქალაქში 5 სხვადასხვა კატეგორიაში მივიღე როგორც ძვირადღირებული ასევე იაფასიანი გამოცდილებები მხოლოდ ერთ კითხვაზე პასუხის მისაღებად. როგორია ყველაზე მდიდრული და ყველაზე ღარიბული დასვენება ინდოეთში? და ყველაფერი იწყება პირველი კატეგორიიდან. მოვედი როიალ პლაზაში. ამ მომენტისთვის რაც ვნახე ბუკინგზე, ყველაზე კარგი ცუდი შეფასება ამ სასტუმროს გონდა, კარგი ცუდი, იმიტომ რომ თითქმის ყველა სასტუმროს როცა დელიში ეძებ ბუკინგზე აქვს ძალიან ცუდი შეფასება. ძალიან მაინტერესებს ახლა შიგნით რა დამხდება, სქემი იქნება ესეც თუ ნამდვილად ის ფოტოები, გაწოცხლდება რაც მე ვნახე რეალურად. მაგრამ ფაქტი ერთია რომ ეხლა ძალიან იაფი, $100, იმიტომ რომ სეზონი არ არის, ხედავთ ალბათ ინდოეთში რომ ქურდუკით ვარ წარმოადგენილი და ვნახოთ $100 როგორი ნომერი და ზოგადად რა სიტუაცია დამხდება შიგნით. როიალ პლაზას მრავალსართულიანმა შენობა, დიდმა აუზმა, ლამაზად მოწყობილმა ბაღმა, რენესანსის სტილში მოხატულმა ჭერმა, ქანდაკებებმა და მდიდრულმა გარემომ ეგრევე მიმახვედრა რომ უბრალო სასტუმროში ნამდვილად არ ვიყავი. რაც შეეხება ოთახს. აი ესე პომპეზურად გამოიყურება მოკლედ ჩემი სასტუმროს ნომერი, სადაც გავატარებ მთელი ჩემი ინდოეთის მოგზაურობის დღეებს და ძალიან მოულოდნელია ხოთაშორის აი ესეთი საწოლი. ჭერი რა მაგარი უბრალოდ ეს ნახეთ. ნაპოლეონთან ერთად უნდა დავიძინო ესე მგონია. მაგრამ აი ყველაზე მეტად რაც მომწონს არის ეს. რანაირი რაღაცა რა. ანუ აქ რო ბანაობ ხა წარმოიდგინე. აქ გახარ და რაღაცა მოშვებული გაქვს ჭუპა-ჭუპა წალე-მალე რაღაცები, მთელი ამბები და რა. სად არის პერსონალური სივრცე? არ ვიცი რა. უი. ეს აღარაფერი. მოკლედ ამ ოთახში მომიწევს ჩემი ბედნიერი დღეების გატარება ინდოეთში. ხედით ძალიან კარგი მაქვს ეს. საიდანაც უფრო ნათლად ჩანდა ნიუ-დელის აერის დაბინძურების დონე. ანუ მუდმივი სმოგი, რომელიც თავიდან უწყინარი ნისლი მეგონა. რეალურად კი ეს არის გამონაბოლ ქვისგან და მტვრის ნაწილაკებისგან შემდგარი ქიმიური კოქტეილი, რომელიც ოქტომბრიდან იანვრის ჩათვლით პიკს აღწევს და ქალაქს აღრჩობს. ამ პერიოდში მეზობელ შტატებში ნამჯას წვავენ. ნოემბერში დივალის დღესასწაულზე კი მილიონობით ფეირვერკი ცას მახრჩობელა კვამლით ფარავს. რა დროსაც აერის დაბინძურება ნორმას 40-ჯერ აღემატება და ხალხი პირბადეების ცდილობს თავდაცვას უხილავი მტრისგან, რომელიც ყოველ ნაბიჯს სუნთქვას ართულებს. ნიუ-დელი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დაბინძურებულ ქალაქად ითვლება, სადაც ხვდები რომ სუფთა აერი ყველაზე დიდი ფუფუნებაა. მე კი ყველაზე იაფიანი სასტუმროს მოძებნა ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ადგილის, ოლდ დელის ფაის მარკეტის მიმდებარედ გადავწყვიტე, რომელზეც სრულად ცნობილ ინდურ სტრით ფუდთან ერთად ცოტა ხანში მოგიყვებით. იაფიან სასტუმროს რაც შეეხება, იმედია რომ ვიპოვი ამ ქუჩაზე, რომელსაც აწერია ძალიან ბევრი ჰოტელი გარშემო და ვცდილობ რომ ყველაზე უარესი აღმოვაჩინო და გადავიღო რუმტური. თუ არა და მე რამეს მოვიფიქრებ. რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, მით უფრო ხვდებოდი რომ ამ ქუჩაზე სასტუმროში დარჩენას სტრით ფუდის მრავალფეროვნებასთან ერთად სხვა ბევრი პლუსიც ჰქონდა. რა ჯობია ისა აქ დარჩენას ამ ქუჩაზე რა, კაი სასტუმრო. გადმოიხედები რა, სიმშვიდე, სიწყნარე, სუფთა აერი. სასტუმროში რო ხარ ესეთ კარგ გარემოში დარჩენილი და თან მაიმუნები გაწოხებენ გარედან. ფანჯერი და შეიძლება შემოგივარდეს. რაღაცა ჰოტელს ხედა. ჰოტელ პანჯაბი გავჩითე. საერთოდ პანჯაბი MC ქვია იმას, ის სიმღერა როა ყველაზე ცნობილი რენგე. ვაუ, ნახე როგორი ის არის იტალიური ეზო. მიუხედავად იმისა, რომ არაერთ სასტუმროს მივაგენი, მოულოდნელად სხვა პრობლემა მიჩნია თავი. ყველა ოთახი დაკავებულიო აქ. ვინ დაიკავა? რა სასტუმროა ესეთი? აი რა უნდა იყოს ეხლა შიგნით, რომ ესეთი ექსტერიერი კარგი სასტუმრო იყოს რა. შეიძლება მე თვითონ ვერ მოვხვდი შიგნით, მაგრამ ამ სასტუმროს ინდურ საიტებზე მივაგენი. სადაც ოთახების რამდენიმე ფოტოსაც წავაწყდი, რომელიც ისე გამოიყურება, როგორცაც ყველანი ველოდით. აქ ღამის გათვლა კი საშუალოდ $1000, ანუ $30 დამიჯდებოდა. მოკლედ სადაც მივედი ყველა სასტუმრო მეუბნება რომ დაკავებული ყველა ოთახიო. არ ვიცი, იმიტომ მეუბნებია რომ რამე მეტყობა რომ გადაღება მინდა თუ მართლა დაკავებულია, მაგრამ ისე იმდენი ხალხი მოძრაობს ამ ქუჩაზე და შეიძლება მართლა იყოს დაკავებული და ამიტომ განახებთ გარედან, სად მოგიწოდათ დარჩენა, თუ კი გადაწყვეტით რომ იაფიანად გაგეტარებინათ დღე აქ. ამ ქუჩის ესთეტიკიდან გამომდინარე, საკმაოდ რთულია უამრავ მტრიან წარწერაში სიტყვა ჰოტელის გარჩევა. მაგალითად ისევე როგორც აქ, ან თუნდაც აქ, ან აქ, ან აქ. და მისი პოვნის შემთხვევაში ჩემ და სამწუხაროდ ყველა ოთახი დაკავებულია ხოლმე. ახლა კი ძვირადღირებული ტრანსპორტის დროს მოვიდა. მოკლედ ახლა მივდივართ მოლში, მაგრამ სანამ მოლში წავალ და შოპინგის სცენას გადავიღებ, უნდა წავიდეთ ყველაზე ძვირიანი ტრანსპორტით მოლში, რომელიც იქნება რომელიღაცა ტრანსპორტი Uber-იდან, იმიტომ რომ Uber-ი არის ყველაზე კომფორტული ტრანსპორტის გამოსაძახებელი საშუალება ნიუ-დელიში. სხვაგან არ ვიცი როგორ არის. რიქშაც კი შეგიძლიათ ამით გამოიძახოთ. პრემიერი, top quality drivers. ეს უნდა იყოს წესი ძალიან მაგარი. იდეაში ყველაზე ძვირიანი არის XL-ი. უბრალოდ ბევრი ადამიანი ეტევა, 6 ადამიანი ეტევა და მაგიტო არის ძვირიანი და კომფორტული, კარგი მანქანა, რომელიც luxury-ს ემსგავსება. ჩემი აზრით იქნება პრემიერი, რომელიც ოდნავ იაფიხის $196 4 კილომეტრში დავხარჯავთ 6 ლარს და გამოვიძახებ პრემიერ Uber-ს. და ნახოთ როგორ იქნება.
გააკონფირმა და დაწერა, რომ Suzuki Swift Desire-ი არის, რომელიც წარმოდებული ამ ქალაქში და ნაცნობი მანქანა. ჩამოივლის ახლა უეჭველი წუთი. აი ის არის, აი და აი ეს თეთრი უკარო არის კიდე. და ეგეთი რატომოდის არ ვიცი, ალბათ ესეთი არის. აუ რა პრემიერია. მოდი დაჯექი, მოდი. ეს ჩვენი პრემიალური ტაქსი მოკლედ. ჩვეულებრივი მანქანის განსხვავებას იდეაში ვხედავ იმითი, რომ ყავის სალონია, ქვემოთ რაღაცები აგია. დანარჩენი იგივეა. იგივეა ხო, მაგრამ ძღოლსაც ესე ძალიან გამოწკეპია. აი ოდნავ რაღაც სიცისუფთავი იგრძნობა ჩვეულებრივი ტაქსებისგან განსხვავებით, ხო ვერ ხვდები რა რითი. ტაქსის სისუფთავესთან ერთად მთელი გზა საკმაოდ მშვიდი, უსაცობო და შედარებით სუფთა ჰაერიანი აღმოჩნდა. რამაც ძალიან გამოკვირვა და ამ უცნაურობაზე პასუხი მარტივად რუკაზევე ვიპოვე. ასე გამოიყურება გზა, რომელიც მოლამდე უნდა გამევლო. დააკვირდით სიმწვანეს და შენობების ოდენობას. უკეთარ საქმელად ასე გამოიყურება დელის ცენტრალური ნაწილი ზემოდან. ასევე ის გზა, რომელსაც მოლამდე გავდიოდი, მთლიანად საელჩოებით და ინდოეთის სამთავრობო ხალხის რეზიდენციებით იყო სავსე. შესაბამისად ეს იყო გზები, სადაც მაღალი თანამდებობის პირები და ძვირადღირებული მანქანები გადაადგილდებოდნენ, რომლის შეძენაც როგორც ინდოეთში, ასევე საქართველოში დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული. რის გამოც ხალხი ბანკებსა და მიკროსაფინანსოებში იწყებს სირბილს. ამ პროცესის გამარტივებაში კი ჩემი მეგობარი პლატფორმა Ranko დაგეხმარებათ, სადაც ავტოსესხზე ან ლიზინგზე ერთხელ ავსებ განაცხადს და ერთდროულად იღებ პასუხს რამდენიმე ბანკისგან და მიკროსაფინანსოსგან. ანუ აღარ გიწევს საუკეთესო პირობების ზებნა, ყველაფერს ხედავ ერთ ციფრში და თავად ირჩევ ყველაზე მომგებიან ვარიანტს. შედეგად ზოგავ დროს იღებ უკეთეს პროცენტს და გადაწყვეტილებასაც თავად დაკონტროლებ. ჩვენი მდიდრული შოპინგის ლოკაცია ჩანაკია მოლი კი მთელი მოგზაურობის განმავლობაში აღმოჩნდა პირველი ადგილი, რომელმაც დამანახა, რომ ინდოეთს მდიდრული და მოწესრიგებული მხარეც ჰქონდა. იმაზე მეტად მდიდრულიც კი ვიდრე ვიფიქრებდი. სად მოვედი ახლა ნამდვილად ვიკარგები უკვე რომ ინდოეთში ვარ ნამდვილად კითხვა მიჩნდება ესეთი. Video is not loud, so camera is closed. მოკლედ შემოვედით მოლში, მაგრამ კამერები რაც კი რამე გვეჭირა და მიკროფონები ეგრევე ოპ შეინახეთ ახლა ეგენიო და ვიღებთ ტელეფონით და ზუსტად მაგიტოდ გავარ ახლა მესამე სართულზე და აქედან ვწერა ვიდეოს, იმიტომ რომ დაცვა ვერ დამინახოს, რომ ეგრევე გამაჩერებს ტელეფონებიც არ შევოლევთ როგორც ჩანს და რაც შეეხება მოლს კი ძალიან მინდოდა რაღაც მე შოპინგა, მაგრამ ზედმეტად ლაქშერი ადგილს მოვაგენი როგორც ჩანს. ამ ჩავაკიას მოლში არის ძალიან პრემიალური ბრენდები რა, ახლა იქედა რომ გავიხედო, ხედავ და ესეთ ტოპ ბრენდებს, სადაც ძალიან ძვირი ღირს ყველაფერი და ახლა მე რო აქ შევიდე და მართლა რაღაც ვიყიდო, ერთი ვერც გადავიღებ მაგას წესიერად. ტყუილი ხარჯი გამომივა. მე თან როგორი ხარჯი, რამდენი YouTube ვიდეო ამოვა მაგ ხარჯი და წარმომიდგენია. ასე რომ პირდაპირ გეტყვი და განახებთ რომ თუ კი ლაქშერი ადამიანები ხართ, შეგიძლიათ თურმე ნიუ-დელიშიც მოხვიდეთ აი ესეთ პრემიალურ ადგილზე. ჩანაკია ჩვეულებრივი ხალხმრავალი მოლი არ არის. იქიდან გამომდინარე რომ აქ მხოლოდ პრემიუმ ბრენდებია წარმოდგენილი, შოპინგის შემთხვევაში საშუალოდ 80,000 რუპიის დახარჯვა მოგიწევთ. შესაბამისად მაღაზიებში მხოლოდ მდიდარ საზოგადოებას ნახავთ. რაც შეეხება მის მიმდებარე ტერიტორიას, ქუჩების შედარებით ძალიან არა, უბრალოდ შედარებით უფრო სუფთა არის და ჰაერით შედარებით უფრო კარგი ქრის. 50 მეტრში რო ეხა რაღაცას ხედავ, ესე იგი კარგი ჰაერია რა და მიუხედავად იმისა, რომ სმოგი მაინც არის და მაინც ხედავ. ჰაერში იგრძნობა უკვე რომ აი რაღაცა სხვანაირი ჰაერი ტრიალებს. მაიმუნე ქუჩაზე გაიჭიქნე ბიჭო. ანუ რაღაცნაირი დიდი მაიმუნები არიან, ჩვეულებრივ მაიმუნებს არ გვარა. მაგრამ თან მეშინია ამ მაიმუნების რო უყურებ რა, რაღაცნაირი ტიპები არიან. ასე მგონია რომ შეუძლია რომ მაგრად მცემოს. და რაც შეეხება იაფიან გზავრობას, ნუ ყველა მიხვდებით ისედაც ეს არის რიქშები, იგივე ტუკტუკები, რომელიც გინდათ ის დაუძახეთ, აქაც თვითონ ორივეს ეძახიან. ძალიან იაფიღის რა, აი, ძალიან იაფიღის. აი, იმდენად იაფიღის, რომ უეჭველი გინდება რომ ზემოდან კიდე ტიფი დაუტოვო მძღოლს. 111 რუპია. მოკლედ 8 კილომეტრს გავივლით 3 ლარა და 10 თეთრად. აი ესეთი რაღაც შეგიძლიათ გამოიზახოთ Uber-ით და უკარო Porsche-მ ჩაიარა, იქ იყო ძალიან საინტერესო. ესეთი საყვარელი და კომფორტული ტრანსპორტი არის მოკლედ რიქშა, იგივე ტუკტუკი, რომელიც ძალიან მომწონს ინდოეთში გადაადგილების დროს და არ მგონია რომ ვინმეს არ მოწონდეს აქ ჩამოსულ ადამიანს, იმიტომ რომ ამ ქაოსში და ამ სიგიჟეში, რასაც ნიუ-დელიში მოზიდაობა ქვია, ყველაზე კომფორტული საშუალება ალბათ გადასაადგილებლად. გამონაბოლ ქვის ჩასუნთქვა ისედაც მოგიწევთ, იმიტომ რომ ამ ჰაერს მანქანაშიც ვთქვათ ჩვეულებრივად, მიდიხარ ჩქარა, იმიტომ რომ შედარებით მარტივ ადგილებში ძვრება და გზიდან გადადის, გადმოდის, მოკლედ წესები ისედაც არავისთვის არ არსებობს, მაგრამ რიქშებისთვის და ტუკტუკებისთვის განსაკუთრებით. ალბათ ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ჩვენთვის რაღაც რა ერთობი რა. სიტყვა რიქშა იაპონურია და ადამიანის ძალაზე მომუშავე ეთოსს ნიშნავს. ინდოეთში ისინი მე-19 საუკუნის ბოლოს ტვირთის გადასაზიდად ჩინელმა ვაჭრებმა შემოიყვანეს. პირველი რიქშები ინდოეთში ფეხით მოსიარულეებს დაჰყავდათ, თუმცა ნამდვილი რევოლუცია 1940-იან წლებში მოხდა, როცა ქუჩებში ძრავიანი მოდელები გამოჩნდა. მას შემდეგ რიქშა ინდოეთის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცა. ჩვენი შემდეგი ლოკაცია კი მინა ბაზარი იყო. მოკლედ მოვედით რედფორტის სასახლესთან. ოღონდ თან ბაზარში ვართ, სადაც არის ტანსაცმელიც, სათამაშოებიც, საჭმელიც, სასმელიც, ყველაფერი რა, მაგრამ უფრო მეტად ტანსაცმელი. ერთ ადგილზე იყიდება ყველაფერი, რაღაც პროფილი არ აქვს აქაურ ბაზარს. ნახე რა მაგარი სათვალეებია რა. ამ რომელი მომიხდება შენი აზრით? ვიყიდო? აი. How much for this?
100? ძალიან ძვირია. 100 არის 3 ლარი. 3 ლარი ამაში როგორ მივცი? Too much. მე მგონი აი იქეთ დავინახე საჩემო რაღაცები რა. აი სპორტულები იყო ორიგინალი Adidasები. Adadusი ეწერა, მაგრამ ორიგინალიაო. რა კარგი პუმა არის. Bro, how much for this? 300. 300 რუპიაო, ბიჭო, ყოლიფავენ რა. 9 ლარი როგორ მივცე ფეხსაცმელს? ჯერ რა ვქნათ ის გავიაროთ, კაცო, ბაზარია აქა და ბაზარზე შევეცდები ყველაზე იაფი ვნახოთ. აი იმასვე ვაჭრები მე. მოდი, ვერ გაიგებ რა, ფეხით სასიარულოა, მოპედით, მანქანით. აგერ ბავშვები YouTubers ხედავენ უხარიეთ. აი, ჰუდი. თან Adidas-ი აწერია, Abidus-ი არ აწერია. How much? 500 იღის ჰუდი და ფეხსაცმელი იღიდა 300 და რა. აი, რა ამბავი. 500 too much. შიგადაში შეიძლება დავიქჩე ხოლმე და არ შეიმჩნევთ. საათ? Apple-ები არის ძალიან კარგი რა. Apple-ში შეიძლება მომიხდეს, იმიტომ რომ მაინც Apple-ი რა. ყველაფერი 100 აქვს. მოკლედ 3 ლარად კაი საათიც არის რა. ესე იგი 18 ლარში ზედამაცვია, საათი მიკეთია, ფეხსაცმელი მაცვია, შარვალი მაკლია. Google-ის შარვალი გინდა? ნაღდი Google-ები არის რა. ტექნიკურად რო გამართული ბიჭი ვიყო რა, Google-ის შარვალი მომიხდება წესი. და ჩემი ზომა იქნება ეხა ეს ვითო? დაყვიჩადები შიგნით. ისო. არა, ჩემი ზომა იქნება ეს მომივა ისო, რა. Bro, how much for this? 350. კი არა, too much-ია, ესეც too much-ია, არ მომწონს. 350 კი არის 10 ლარი. აი, აქაც შემიძლია გადავიდე ვაჭრობაზე, მაგრამ ცოტა ხო უნდა გავაკეთო კონტენტი, რაღაცა ხო უნდა გავიარ გამოვიარო ბაზარში. აბა ეს თუ მომივა რა. ვა, რა კარგია, ნახე. How much for this? 350. 350? Too much. ისე ნახე რა კარგი საჭმელი ხარშება უკან. უბრალოდ ამ ბაზარში არ მინდა მე საჭმლის გამოცდა. უკეთესი ბაზარი ვიცი მაგისთვის და აქ ხა აღარ ვკითხავ სპეციალურად ფასს რა. და იმაზე ვღადაო, ბრო. რაც უფრო ცუდი ინგლისურით ელაპარაკები, მით უფრო კარგად ესმით რა. ამას რაღაცა ბევრი ხალხი ყავს. ეტყობა მართლა კარგებია. მოპარულებია. ფასები აწერია რა, 2700 რაღაცა. How much? 250. 250? Yeah. 250 ძმაო, კარგი ფასია. Everything? Give me this in 200. That's fixed price. Fixed price? Here, no bargaining. Only one price. მოკლედ არ მომეწონა რა, უბრალოდ არ მოგვეწონა იმ ბაზარში, იმიტომ რომ რაღაცა ძალიან ჩვეულებრივად გამოიყურებოდა. აი თითქოს მართლა ჩვენთანაც რო ბიჭოს სადაგოც. მართლა ჩვენთანაც რო გაიარო სადღაც ბაზარში შეიძლება რაღაც გავსები ნახო. დაახლოებით მაგ ფასად. ცუდობი, ბიჭო, სარკე გაკაჩი. ხო და მოკლედ იმას ვამბობდი ესეთ უსაფრთხო მოძრაობაში, რომ გადავწყვიტეთ ახლა რომ ჩავიდეთ Old Delhi Market-ში. რატო ვამბობ ეს ესევდიანად? Old Delhi Market-ში ამჯერად ველორიქშათი ჩავედით, რომელსაც არც ერთ კატეგორიას არ მიაკუთვნებდა და ამ ვიდეოში ბონუს სანახაობა იქნება. ველორიქშა ძრავიან მოდელებამდე 1930-იან წლებში შეიქმნა და დღემდე ინარჩუნებს პოპულარობას, როგორც ეკოლოგიურად სუფთა გადაადგილების საშუალება და მილიონობით ადამიანის ერთადერთი საარსებო წყარო. მას მხოლოდ კონკრეტულ ადგილებში ნახავთ და მისი ფასი საშუალოდ 150-დან 500 რუპიამდე მერყეობს. ცხოვრებაში პირველად უყურებ ქვეითების, მანქანების, ტუკტუკების, სატვირთოების და ზოგადად რაც კი რამე ტრანსპორტი არსებობს დედამიწაზე, ყველაფრის ერთიან საცობს. ერთი ფეხი ვაგდადეთო რა, ესეთი უსაფრთხოების ნორმა არის, რომ რო დაეჯახება რაღაცას, რომ ესე უსაფრთხოდ ვიყოთ რა. ოპ, და დავიკავოთ თავი. საგიჟეთი არის ველოსიპედების. რამდენი არიან უბრალოდ, აი სუ ესენი არის აქ რა. ეს არის ძირითადი ტრანსპორტი ამ მარკეტზე. რა საყოელები არიან ესენი? ბავშვებო. რაც შეეხება ჩვენ შემდეგ ლოკაციას Old Delhi Market-ს, ის ერთი დიდი ლაბირინთია. ტანსაცმლის სექტორის ძიებაში კი მთელი ბაზარი ფეხით გავიარეთ. და რა გზის გავლა მოგვიწია ამ ქაოსში და რა ხდება მსოფლიოში ყველაზე მძაფრ ქუჩაზე სრულად სულ ცოტა ხანში ნახავთ. რაღაცნაირად რაც უფრო დიდხანს დადიხარ, უფრო ეჩვევი აქაურობას და ხვდები რომ არ დაგარტყავენ. იმდანად ქაოსია და ყველა იმდანად ქაოსურა დადის, რომ მიჩვეულები არიან. ისე სიარულს რომ არ დაგარტყან რა. და შენც ესე პირდაპირ ხავი უნდა დაადო და ოღონდ გენაცვალე ჯანმრთელობა. აი ეს არის მშვენიერი ტანსაცმელი რა. How much? 150? ამას რაღაც არ მინდოდა რა შევაჭრებოდი, იმიტომ რომ ეს ბავშვი შემეცოდა რა. ფეხსაცმელები მივაგე. რატო ჩემს ფეხსაცმელს ასე ერთის ამ ფეხსაცმელს? How much? Everything. 300-ი. იქ რა ღირდა ზემოთ ბაზარში 300 ღირდა მგონი კაც, ხო 9 ლარი ხო. რაღაც საერთო ფასია დაჯენილი ბაზარზე თუ რა. უკეთესი ფასის ძიებაში მივხვდი რომ აქაც ზუსტად იგივე ღირდა ყველაფერი რაც მინა ბაზარში, სადაც შედარებით მოწესრიგებული გარემო და ბევრად მეტი არჩევანი მქონდა. ამიტომაც გადავწყვიტე უკან დაბრუნებულიყავი და ტანსაცმელი ისევ იქ მეყიდა. საღამოს განათებულ ბაზარში კი უფრო ცოცხალი გარემოს დამხვდა და მეც ყველაფერი მალევე ვიყიდე. მოკლედ 250-ში ვიყიდოთ ეს ხა რა. 250 რუპია და შარვალი გვაქვს მოკლედ. შარვალი რო გაცვია ზემოდანაც უნდა გადაიცვა რაღაცა, მე ესე ვიცი. აი მშვენიერი ზედა არის. How much? 150 რუპიათ ჩემი აზრით აი.
შევაჭრება ძარღის. სხვადასხვა 150 რუპია ღირდა იმ ბაზარში თუ ჩავედით ქვემოთ და ბევრად უფრო მოულელი და რაღაცნაირი მოპარული და გათანგული ზოროჩი. ასე რომ ამას ავიღებ 150-ად რა. ვისე ვკითხავ 100 და თუ შეუძლია. 100 no? No. Which one can you give me in 100? ეს მაგარიცია რა, fixed price არის რა. მე მგონი მართლა ესე არის, საუკვე იმდანად მეუბნება ყველა რა. მიუხედავად იმისა, რომ მან ბაზარში ვერავის დავაკლებინე, აქვე გეტყვით, რომ მომდენო ვიდეოში ყველაფერს რის იყიდვა შეიძლება ვიყიდი მხოლოდ და მხოლოდ ერთ ლარად. შესაბამისად, არანაკლებ საინტერესო ვიდეო გელოდებათ წინ. 400 რუპიაში შარვალი გვაქვს და ზედაც გვაქვს. ფეხსაცმელის გვინდა და ეგ არის. ფეხსაცმელს სავარაუდოდ 300-ად ვიყიდი. ხელში წონით ხვდები, რომ 300 ეღირება რა. How much? 300. सामान का ध्यान रखें აბარა ბიჭო. विश्वास ना करें और Thank you. 700 რუპიაში არაჩვეულებრივი ტანსაცმელები შევიძინეთ რა. 700 რუპია გამოდის 20 ლარი. 20 ლარი გამოგვივიდა რა. და რაც თავარი ახლა ამის ჩაცმა რა თქმა უნდა მე არ ვაპირებ, მაგრამ ვისაც ყველაზე მეტად ჭირდება, მე მგონი იმათ უფრო გავხარდებათ ამისი ჩაცმა. ტანსაცმლის ძიებაში დელისი ცენტრალური ქუჩების გავლა მომიწია, რომლებიც სავსეა უსახლკარო ადამიანებით. როცა დელიში მზე ჩადის და ბაზრობების ხმაური ქრება, ქალაქის ქუჩები თითქოს ერთ დიდ საძინებლად იქცევა. აქ პირდაპირ ასფალტზე, ხიდების ქვეშ თუ ტროტუარებზე 10,000-ობით ადამიანი ათევს ღამეს. ოფიციალური მონაცემებით დელიში 150,000-ზე მეტი უსახლკაროა, თუმცა რეალური ციფრი გაცილებით დიდია. ბევრი მათგანი სოფლიდან ჩამოსული შრომის მოყვარე ადამიანია, რომელიც დღისით ქალაქს აშენებს, ღამით კი საკუთარი ჭერიც არ გააჩნია. მინა ბაზარში ნაყიდი ტანსაცმელი ჩემთვის უბრალოდ ნივთები იყო და მიუხედავად იმისა, რომ საერთო მოცემულობას ვერაფრით შევცვლიდი, ვიფიქრე, რომ მათთვის ეს შეიძლებოდა ცოტაოდენი სითბო და იმედი ყოფილიყო. და როდესაც ერთ-ერთ მათგანს ფეხსაცმელი გადავეცი, მოულოდნელად მასთან ველორიქშას კურიერი გამოჩნდა, რის გამოც უკან მოვბრუნდი. Gift for him. Not for you, for და მიუხედავად იმისა, რომ მისგან თითქოს დამაჯერებელი პასუხი მივიღე, ერთ წუთში უკან დაბრუნებისას სამწუხაროდ ამ ადგილზე მხოლოდ კურიერის ფეხსაცმელები დამხვდა. მოკლედ პირველ გაჭირებულ ადამიანს რომ მივეცით ფეხსაცმელი უკან დაუბრუნდით და წაართვეს რა და მეორეს ვისაც მივეცით მიუხედავად იმისა რომ კარგი შარვალი იყო მაინც თქვა რომ საჭმელი უნდოდა. ანუ ამ ადამიანების ინტერესები მაინც სხვანაირია მოკლედ და ტანსაცმელი პრინციპში ხო რა ლოგიკურიცაა რომ მათ რეალობას ვერ შეცვლის. მოკლედ ჩაცმაზე სულ ეს იყო. ეხლა კი დრო გადავიდეთ შემდეგ სიტუაციაზე. შოპინგის შემდეგ კი სანახაობის დროც მოვიდა, რომლისთვისაც დელიდან აგრაში უნდა გადავინაცვლოთ. სადაც მსოფლიოს ერთ-ერთი საოცრება ტაჯ მაჰალი მოვინახულეთ. სასახლემდე მისასვლელად კი ყველა შესაძლო ფასიანი სერვისის ღირებულება მხოლოდ ერთ ადამიანს, ჩვენს გიდს გადავუხადეთ, რომელმაც უზრუნველყო შატლი ტრანსპორტირება, ტაჯ მაჰალის ბილეთები, შესასვლელებში ურიგო გადაადგილება და სასახლის მთლიანი ტური. აი ესეთი შატლით მივექანები ხე ტაჯ მაჰალისკენ, უკან დაждდება კარგია, ვიღაცას ელაპარაკები გზაში. ხელი დამიქრია, ხელი ვერ ავიკო. კაცზე რამდენი გამოდის, კაცზე? კაცზე გამოდის $13. $13. ეს ყველაფერი შედის შიგნით? კი, ყველაფერი შიგნით შედის. და რა შედის? რამდენი არის რუპიებში? 1300. კაია, ფული ზაიშალა. ზროდის უნდა მოიშორო. ტაჯ მაჰალში შესვლისას რამდენიმე ეტაპიანი დაცვის გავლა საჭირო. ერთ-ერთ მათგანში კი მოულოდნელად შეყოვნება მომიწია. იმედი ახლა ამ კამერას არ ჩამომართმევენ. არა, გიდმა მითხრა არაო. ეგო შეიძლება. მაგრამ რაც არ შეიძლებოდა ეს იყო მიკროფონი, რომელიც საბოლოოდ ჩვენი გიდის მეგობარმა შესასვლელთან დაიტოვა. How many followers you have on Instagram? 25,000. So later I want to pictures with you. Okay. What's your name? Hi guys, so he's a guide, so myself Rohil. So now we explore the Taj Mahal with him. Rohil really helps me because my microphone is a problem here. Because it is the rule for the security guard inside the Taj Mahal, the microphone, even the tripod is not allowed inside Taj Mahal. So that's why we are going to shoot the video without microphone. ტაჯ მაჰალის პირველივე ლოკაციაზე ისევე როგორც ხვებზე ჩვენი გიდი ბოლომდე დაიხარჯა და სრული ისტორია მოგვიყვა, რომელსაც თქვენ აღარ მოგასმენინებთ და პირდაპირ მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგიყვებით ხოლმე. მოკლედ მოვედით East Gate-თან, სამეფო ხალხი შემოდიოდა თურმე აქედან. მოკლედ იქეთ არის კიდე პატარა შემოსასვლელები, საიდანაც უბრალო ხალხი შემოდიოდა. და ეხლა ნუ ძალიან გახსნილი რა თქმა უნდა და ყველა მხრიდან ყველა ადამიანი შედის. შაჰები დადიოდნენ აქ, შაჰებიო და ნამდვილ შაჰად უნდა ვიგრძნო წესით თავი ეხლა აქ რო გავივიდე. და შევედი უკვე ტაჯ მაჰალს ვხედავ. ტაჯ მაჰალი მე-17 საუკუნეში იმპერატორმა შაჰ ჯაჰანმა თავისი მეუღლის მუმთაზ მაჰალის ხსოვნისთვის ააგო. იგი სიყვარულის სიმბოლოდ არის მიჩნეული და მისი იდეალური სიმეტრიისა და დეტალურად მოჩუქურთმებული მარმარილოს გამო ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ არქიტექტურულ ნიმუშად ითვლება. სასახლე ამინდისა და დროის მიხედვით ოდნავ ფერს იცვლის, რაც მას კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის. ინდოეთისთვის ის არა მხოლოდ მთავარი სანახაობა და ისტორიული ძეგლი, არამედ ემოციური და კულტურული სიმბოლოა. ძალიან ბევრი ხალხი აქაც რა, როგორც ყველგან ინდოეთში გადატენილი აქაურობა. ჩემი აზრით გიდის აყვანა კარგი ვარიანტია, არა იმიტომ რომ ინფორმაციას მოგაგდეს, რა ინფორმაციას ავი ChatGPT-დანაც მიიღეთ ჩაულებრად. უბრალოდ რაღაც პლუსები აქვს კიდე რა გიდი რომ ყავს. აი მაგალითად
მაგალითად ჩემ მიკროფონი გადამირჩა თავის მეგობართან დატოვა ამ ადამიანმა. კიდე მაგალითად აქ რო შემოდიოდით რაღაცა ცალკეულ წერტილებს გაჩვენებთ. შეიძლება ეხა წერტილები ჩვენს მოვძებნოთ. დაბოლოო ჯამში კაია რა, რაღაცა უცებ დაგვაფაცურებს იქით-აქეთ, აი იქეთ ვიციო, იქეთ ვიციო. უცებ მოგატარებს გემრიალად რა და აგიხსნის რაღაცას. არა, სიმშვიდეა კი, კაი ადგილზე მოვიყვანა ნამდვილად. აი ეს კადრი შეიძლება არ დაიჭიროს ვიღაცამ, რა, აი ტაჯ-მაჰალთან აი ესე ცარიელად ვიღებ კადრს. რა კიბეა? ვერტიკალურად ავდივარ კიბეს. ვაუ, აი ხედი. შემიძლია თავისუფლად თქვა რომ ყველაზე სუფთა ადგილია რაც ინდოეთში ვნახე აქამდე. მოპრიალებული, მოტინტილებული აქაურობა. ტაჯ-მაჰალის მთავარ დარბაზში, სადაც იმპერატორისა და მისი მეუღლის სამარხებია, გადაღება მკაცრად აკრძალულია. ყოველდღიურად ათასობით ვიზიტორის ფონზე ფოტოგრაფია მოძრაობას ანელებს და ხალხმრავლობა დარბაზში არსებული ძლიერი ექოს გამო სიმშვიდესაც არყვევს. აქ უამრავ კამერასთან ერთად შეიარაღებული დაცვას გაკონტროლებს და ჩუმად გადაღების შემთხვევაში პირდაპირ კამერას გართმევენ. ტაჯ-მაჰალიდან გამოსვლისას კი ჩვენმა გიდმა დამატებითი უნარებით სცადა ჩვენი მოხიბლა. ჩვენი გიდი ვიღებს უსერიოზულეს სურათებს რა. არტისტული ფოტოებია რა. One more skill. Give me a phone. ვიღარ ჩერდება ჩვენი ძმა და იღებს და იღებს სურათებს. ანარეკლი ეს ბალიზე იციან ხოლმე ესე რა. So good, so good. Stand here. It's a video or photo? Now look your face. Okay? Your face is very clear. And Taj Mahal is blurred. When you Yes. turn and Taj Mahal is blurred. Oh, you have some serious skills, I told you. That's why I'm saying I have more skill. კიდე გადამიღო რაღაცა. Now look at that. This is your profile picture. ტიპი ფოტოგრაფია რა, ფოტოებს ვიღებს. არა, ნამდვილად ღირს ზვირიანი დღე და გიდის აპანა რა. ნუ დაუტოვე ხარ, რაც საჭირო რომ აღარ ვიტყვი იმ სიტყვას, იმიტომ რომ თვითონ რაც მეკითხება რა და მაგიტო აკეთებს რეალურად, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს. მთელი ეს სიამოვნება, კომფორტი, კარგი სურათები, გიდი, ფოტოები, ვიდეოები, რიგების გასკიფვა, ეს ყველაფერი შეგიძლიათ მიიღოთ მოკლედ ჩემი აზრით ღირს რა გადახდათ რა. ტაჯ-მაჰალიდან სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე, სადაც მეგობრები ინდურ სიმღერებზე ვერთობოდნენ და ჩვენს გარშემო ყველა მანქანას მიყოლიებდით, ჩვენი მძღოლის გაოცება ვცადე. რამაც ჩემი ინსტაგრამის აფეთქება გამოიწვია. მივიატი კუჩიტერი პაკერაკელა, ბალუბიჭი მუხრანუ კაკერაკელე. ამ კონკრეტულმა ვიდეომ რამდენიმე დღეში მილიონამდე ნახვის დაგროვება მოახერხა. ისევე როგორც სხვა ვიდეოებმა, რომელიც ინდოეთში მოგზაურობის დროს ინსტაგრამზე დავდე. ასე რომ თუ გინდათ პირველმა გაიგოთ რა ხდება ჩემი ვიდეოების მიღმა, აუცილებლად გამომიწერეთ ინსტაგრამზე. ახლა კი ნიუ-დელიში დაბრუნების დროს დადგა. და სანახაობა, რომლის მონახულება შეგიძლიათ, იაფად არის ინდია გეიტ. იმიტომ სრულად უფასოდ შეგიძლიათ ამ ტერიტორიაზე. ცოტა კი შეიძლება იწოლოთ, იმიტომ რომ წვე არის და ხან საიდან არის ხოლმე გზა გახსნილი და ხან საიდან. მაგრამ საბოლოოდ მაინც შემოხოთ უფასოდ და მოინახულებთ აი ამ შენობას, რომელიც არის ერთი ჩვეულებრივი ლამაზი ნაგებობა, რომელიც მიუძღვნეს 1914-1921 წლებში დაღუპულ ბრიტანეთის ინდოეთის არმიას. აი ხაწერია სულ ChatGPT არ გახსნათ და რაც თავარია, მალე იკეტება და ესე გვიან მოსვლა ჯობია რომ დღის მოხვიდეთ. გვიან კი ლამაზია რომ ინთება, მაგრამ მაშინ როგორც კი დაღამდება, მაშინ მოდით, იმიტომ რომ ატყდება აქ სასტონების ხმა და სულ ამ სტონასტონით გამოგყრიან გარეთ მოკლედ და მოგიწევთ შორიდან გადაიღოთ სურათი. და ვინმე თუ ველოდებოდით რომ რამეს გავაკეთებდეთ კიდე აქ, წდებით, უფასო სანახაობა ნიშნავს იმას, რომ მოდიხართ უყურებთ ამ შენობას და მიდიხართ კმაყოფილები ან უკმაყოფილოები. ეგ ხა თქვენი გემოვნების ამბავია. მორჩა, ეგ არის ინდია გეიტი. და ამ ვიდეოს ბოლო კატეგორიის დროც მოვიდა. მოკლედ რაღაც ადგილს მოვაგენით, ძალიან ბევრი ობიექტი ჩანს შიგნით. რაღაცა იტალიური რესტორანიც არისო და აბა ერთი ვნახოთ რა ხდება. შანგის პალასში მოვედი. Sorrento რესტორანტე. აი ესე ჟღერს უკვე სახელი, რომ აშკარად იტალიური რაღაც უნდა იყოს. დავიდეთ ახლა და ვნახოთ როგორი რესტორანტე იქნება. არა, ადგილი ისეთია ხა, რომ მოძრაობ, ფული მოაქვს რა. თან ინდოეთთან შედარებით, რავი. ამაგან პირველად ხედავ მგონი ინდოეთში. მერსედესი არ მინახავ ჯერ აქამდე. სკანერი დახვდა, როგორც ყველგან უნდა გავატაროთ. ვაჰ, ეს რაღაცა აღარ მგონია რომ ინდოეთში ვარ. ესეც Sorrento. Hello, we are going to Sorrento. Sorrento, you want table for two? Yes. Are you staying with us? No. Could you help me with the name and contact number, please? Sabah. The phone number, the Phone number +995. plus 995. სორენტოში შესვლისთანავე პირველი რითის დავინტერესდი ეს იყო სამზარეულო, რომელმაც ზედმეტი სისუფთავისგან ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. აღარაფერს ვამბობ რესტორნის მოწესრიგებულ და ულამაზეს ინტერიერზე და მის პერსონალზე. რაღაცა ძალიან თავსგოვლებია ბიჭი. რა ვეცნოთ მენიუს. რიზოტო 1800 რუპია. 1800 რუპია კი არის кайფული ხა. 1000 რაღაცას რომ კითხულობ ინდოეთში, ესე იგი მართლა ლაქშერი ადგილზე მოვედი. მაგრამ რა თქმა უნდა ისე მაგის სწორად აი უბრალოდ გარემო არის ესეთი რომ ყველაფერზე მეტყობს. აი ინდოეთში ესეთ გარემო და სული არა სხვათა შორის მაგის თქმა უნდა. აი ინდოეთის გამახასიათებელ სპეციფიკურს არის რომელიც ყველგან არის. აქ უნდა მოსული ყავი სებასტიანი რომ აქ უნდა ჩამოფრენილი ყავი. საწავე. That's our bread for Asian multigrain along with some sun-dried tomato. Is it spicy? Sweet? No, checking, checking. ამათ ლაპარაკს ვერ ვიგებ და ორჯერ მჭირდება ან სამჯერ ხოლმე მოსმენა რომ გავიგო რას მეუნებიან. მოკლედ ესენი მოგვიტანეს რა. აჯიკა ოღონდ ხარი არ არის. კიდე მინდა. Thank you.
ვოუ, პიცას ველოდებით, მოკლედ პიცა შევუკვეთეთ რა და მკითხე რა ზომისაა მეთქი და ორი კაცისთვის საკმარისია თუ ძალიან არ ხშია თუ რა და მეთქი კაი დაუშვი დავაი ეგაა თქო რა ოღონდ ინდურად უთხარი რა ინდურად ამოყვე ეგრე პილაპი და ესე იყო რა დაუშვი მეთქი რა Thank you. ძალიან კარგი ზომის მოვიდა სხვათა შორის. მაიმე ნორმალური გემო. აუ როგორ მომნატრებია. ჩვეულებრივი საჭმელი ინდოეთში. მოგდა ეს პიცა მენიუში წერი 1700 რუპია. რაც არის დაახლოებით 50-55 ლარი რა. ეხლა მაგას მე ემატება კიდე რაღაც პროცენტები, სადღაც 30 თუ რაღაც ეგრე. მოგდა არსად არ წერია, ეგრე ემატება და მე ბოლოს იგებ და აი გვარიანი ღირებულების პიცა გამოდის მოკლედ რა. ინდოეთში ლაქშერი ცხოვრება კი არ ქვია. ნორმალური ცხოვრება ქვია. არ ვიცი ესე ჯერ დიდრული დღე იქნება და მე ღარიბული თუ როგორ ჩავშვა მაგას მონტაჟში, მაგრამ თუ ჯერ ღარიბულად ვიცხოვრე, მაშინ აი ნეტარება. ამდენი ვიწვალე და მოიცი. თუ ჯერ ეს უნდა ჩაჟდეს და მე იქეთ გადავდივარ ღარიბულში, მაშინ ესე ვიტყვი, ვა ნეტარ ამ მელოდება წინ. აი ესეთ მაიმუნური ამბავია მონტაჟი. შემიყვარდა მეგონი ეს გოგო. Thank you. აი მე ბიჭო მადლობა მითხრა. მადლობაო რომ იყავითო ჩვენთან ერთად და მიირთვითო. მოკლედ ყველაფერი დაგვიჯდა 5299.36 რუპია, რომელიც არის ლარებში 157 და 86. აი ესე გამოიყურება ლარებში ჩვენი აქ დატოვებული თანხა. აი ლაქშერი მეგობრებო. სადამდევართ ნეტ ასულები ხარჯში. არ ვიცი მონტაჟში ხა ეს რა ნაწილშია, მაგრამ რა ნაწილშიც არ უნდა იყოს უკვე იმხელა თანხა გავეცით რომ ეგ არის რაც არის. წავედით ახლა შემდეგ სიტუაციაში. Old Delhi Spice Market იგივე ხარიბაოლი აზიაში ყველაზე დიდი სანელებლების ბაზარია. რომელიც მე-17 საუკუნეში შაჰ ჯაჰანის მმართველობისას ჩამოყალიბდა და მას შემდეგ ვაჭრობა ერთი დღითაც არ გაჩერებულა. ამ ბაზრის ვიწრო ქუჩებში ერთმანეთზე მიწყობილი ტომბრები და სანელებლები ჰაერს მძაფრი არომატებით ავსებს. ციცაკისა და სუნელების მტვერი კი დელის დაბინძურებულ ჰაერთან ერთად გამოცდელი სტუმრისთვის სუნთქვასაც კი გამოწვევა დაგწევს. საინტერესოა რომ მიუხედავად ყველაფრისა ბაზრის ზედა სართულებზე დღემდე საცხოვრებელი სახლებია. ხმაური, გვირილი და მანქანების სიგნალები კი ერთი შეხედვით ქაოსს ქმნის, თუმცა ამ ყველაფერს საკუთარი უხილავი და გაურკვეველი ლოგიკაც აქვს. ხარიბაოლი მხოლოდ ბაზარი არ არის. ეს არის ადგილი, სადაც ინდოეთის ისტორია, სურნელი და ენერგია ყველაზე მკვეთრად იგრძნობა. რაც შეეხება იაფიან კვებას, ალბათ ზუსტად ამიტომ უყურებთ ახლა ამ ვიდეოს, სადაც არის აი ამ ქუჩაზე, Old Delhi Market-ის ქუჩაზე, სადაც აი ესეთი განუკითხაობა ხდება. ეხლა გავივლით მოკლედ, დავათვალიერებთ street food-ებს, ნახავთ როგორი მრავალფეროვნება არის. არ შევჭამთ, იმიტომ რომ არანაირი ვიდეო არ მიღირს აი ამ ყველაფრის ჭამად, რაც ახლა აქ არის. კამერიდან თქვენ ვერადროს ვერ იგრძნობთ იმ სუნს და იმ ცხიმს, რომელიც შეიძლება გამოყვეს იმ საჭმელს. არა და აქ ჩამოდიოდი, მეგონა რომ რაღაც შანსი იყო რომ ვეჭამა. აი რაღაცა მზადდება, იქ რაღაცა სასწაულს აკეთებენ. თან ნახე რამდენი ხალხი ყავს, აუ ნახოთ. მე მგონი ყავას აკეთებენ არაჩვეულებრივს. ამას სოს აქ ყველა რა. აი ქუჩაში რომ გაივლით, ყველას ეს ჭიქა უჭირავს ხელში. კავშა ჭამდა ყავა მოგინდა და აყოლა. აი რა დაგიჯდება, მაინტერესებს რომ გავიგო. How much? 20 rupees. 20? ანუ რო რამე მოკლედ 20 რუპია შეგიძლია რომ აი ესეთი იდეალური ყავა მიირთვა, რომელსაც მე არ მივირთვე კიდევ ერთხელ. რაში ვდგავარ ერთი წუთი ქვემოთ ჩაიხედე რომ ეს ვიდეო გადავიღო. რაზე ვფიქრობ, იცი, ამათთვის ეს არის სტანდარტი რა, იმიტომ რომ მიდიხარ გადასაღებად, იმის აგრესიაც არ უჩნდება, ნუ ვიღებო, მოდი გადაიღეო, პირიქით გეპატიჟებიან ერთამებში არის. ბიჭო. ჯანმრთელობა, კარგად ყოფნა. კიდე ყავა კეთდება, ნახე, ეს უკეთესი ობიექტია. რა სილამაზეა რა ესთეტიკა. ნუ მოხარშავ ეხა კამერას თქვა გამოდი. ეს კიდე შედარებით სუფთა არის. რა სუფთა, იქეთ არის ცხიმები. ისე გემრიელად ჭამე რომ აშკარად მოწონთ. აბა გავიგოთ ეხა რა დაждდება ამისი ჭამა. თუ კი იაფიანად გადაწყვეტ ჭამას ინდოეთში. აი ახლოდან საერთოდ ხანების ანახავი ეს ყველაფერი ზოგადად რა. კადრიდან აი არ იგრძნობა იმის ნახევარიც კი რაც რეალურად აქ ხდება. გარემოც რო აღიქვა უკეთესად. მე ეს უცხოანაირია ყველაფერი. How much this price? 20? მოკლედ ყველაფერი ღირს 20 რუპია, როგორც მე ხა ხვდები, იმიტომ რომ ყველა მე გვითხრა. 20 რუპია არის სადღაც 60 თეთრით რო რაღაც ეგრე უწევს რა. აი სავსე პორცია, შეგიძლია ადამიანმა რა 60 თეთრად ამოისვა პირხახაში. როგორი მრავალფეროვანი არჩევანი არა street food-ების ბიჭო დამარტყა. ნახე ამას რამდენი ხალხი ყავს. რა კარგი რაღაც ითუშება რა. ეს იქნება რაღაც სასწაული. How much? Price. 20. Very good. Very good. მაინც არ შევჭამ, მეტი არ შევჭამ, ხა ამის გამო მე შევჭამ. კონტენტ კრეატორები ხო აი ყველანი ჩამოდიან აქ აბსოლუტურად და იმიტომ იქნება ყოველთვის ყოველი მომდევნო კრეატორის ვიდეო საინტერესო, რომ ყოველ წამში რაღაცა სხვა ხდება ინდოეთში. ისეთი ადგილია, რომ კამერა უნდა გქონდეს ჩართული სულ. ცოტა ვიხჭოვი, მაგრამ ბაზმა იწკითხო. How much? Price?
60 თეთრიგის ყველანაირი საჭმელია. დავიხჭი, ჩემი წამოდის ყვაგარ. და მაინც რისი ბრალი ასეთი ანტისანიტარია. ბევრს სიღარიბე გონია, თუმცა რეალობა სხვა. ხარიბაული მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ბაზარია, სადაც ყოველდღიურად მილიარდობით რუპია ტრიალებს. აქ ძირითადად გადაადგილდებიან მოვაჭრეები, ბიზნესმენები, მუშები და მყიდველები. ანუ არა უსახლკაროები, არამედ აქტიური ეკონომიკური სივრცის მონაწილეები. პასუხისმგებლობა რეალურად ორ ნაწილად იყოფა. ერთ მხარეს არიან მოვაჭრეები, ვისთვისაც მთავარი საკუთარი ობიექტის ისუფთავია. მის მიღმა კი საჯარო სივრცეა, რომელზეც პასუხისმგებლობას იხსნიან. მეორე მხარეს არის სისტემა, რომელიც ამ მასშტაბს ლოჯისტიკურად ვერ უმკლავდება. მე-17 საუკუნის ინფრასტრუქტურა არათუ დიდ გამწმე ტექნიკას, არამედ რიგშებსაც ვერ იდევს. 10,000-ობით ადამიანის უწყვეტი ნაკადი კი დალაგების ყოველგვარ შანსს აქრობს. ხშირად იმდენი ხალხია, რომ უბრალოდ ჩერდები და ვეღარ მიდიხარ. მიზეზი, რის გამოც აქ ერთი დიდი ნაგვისგროვა არ დგას, არის ღამე, როდესაც ბაზარი ჩერდება და ქუჩებს შეძლების დაგვარად ასუფთავებენ. თუმცა დილით მუშაობის დაწყებიდან რამდენიმე წუთში ყველაფერი ისევ იდევა. ანუ რეალურად ამ ყველაფრის მიზეზი არის ქაოსი, საუკუნოვანი სისტემა და ხალხი, რომელიც ამ ყველაფერს ეგუება. მიუხედავად იმისა, რომ იციან რა არის კარგი და რა ცუდი. და მეც ამ ყველაფრის შემკურემ საკუთარ თავს სრული უფლება მივეცი, რომ კონკრეტულად ამ ბაზარზე არც თუ ისე კარგი შთაბეჭდილება დამრჩენოდა. რასაც ვერ ვიტყვი მთლიანად ინდოეთზე. მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქში ხშირად ანტისანიტარიასა და სიბინძურეს აწყდები, სურვილის შემთხვევაში სრულიად განსხვავებულ, სუფთა და მოწესრიგებულ გარემოში შეგიძლია აღმოჩნდე. სოციალურ მედიაში ვირუსულად გავრცელებული კადრები ხშირად ერთი კონკრეტული ქუჩის რეალობას ასახავს. მაგრამ მათი მასშტაბურობიდან გამომდინარე, ბევრს რჩება შთაბეჭდილება, რომ მთელი ქვეყანა ასე გამოიყურება. ინდოეთში არაერთი ქალაქი არსებობს, რომელიც ბევრად განვითარებული, მოწესრიგებული და სუფთაა. ეს ქვეყანა გაცილებით მეტია ვიდრე ერთი ლოკაცია და ზუსტად ამიტომ გამიჩნდა სურვილი ინდოეთის სხვა მხარეს მოვინახულო. ვინ იცის, იქნებ იმაზე მალეც კი ვიდრე ყველას წარმოგვიდგენია.